რისგან უნდა გათავისუფლდეთ წლის ბოლომდე, რა უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. ეხლა ამოვიღებ ორ ვარიანტ, იქნება ორი ვარიანტი. დამწერეთ კომენტარში, რომელი ვარიანტი ერჩეთ და ასევე ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ შეკითხვას, რომელსაც კომენტარში უნდა გასცეთ პასუხი. თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კითხვა მინდა გითხრათ. მოკლედ, აი ესე მოვატრიალებ, რომ მარტივ. შეგიძლიათ ორივე საერთოდ, შეგიძლიათ ერთი, უჯობესია თითო-თითო. პირველი, მეორე ვარიანტი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველ ვარიანტის შემთხვევაში ეს ბარათი ამოვიდა. ეს არ არის ტარო, ეს ინტუიციური ბარათებია. შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ინტუიციურად დააკვირდეთ და აღიქვათ რა არის აქ დასატოვებელი. მე კი ჩემს აზრს მოგახსენებთ, რომ პირველ ვარიანტს შესაძლებელია ხართ ძალიან დაბნეულები. ან მრავალ გზაზე ფიქრობთ, სადღაც რაღაცეებზე ფიქრობთ, ვარიანტებზე ფიქრობთ, ცხოვრების შეცვლაზე ფიქრობთ, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავთ. შეიძლება თქვენი ენერგია გაყოფილია აი ეს მრავლად და ბევრგან მიედინება და ერთი კონკრეტული მიმართულებით არ მიდის და ეს უფრო მეტად გაბნევთ და თქვენ ცხოვრებაში უფრო მეტი სირთულე და სიძნელე შემოაქვს აი ამ დაბნეულობას, ამ არჩევანს. თითქოს არსებობს არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი შეიძლება რეალური არ არის და საკმაოდ გაუგებარი და გაურკვეველი იყოს. ასევე შეიძლება რომ თქვენ სხვებზე ხართ დამოკიდებული და თითქოს სხვებს უყურებთ, რომ აი სხვების ცხოვრება შეიძლება უყურებთ რა კუთხით, რომ აი ვიღაცას ადართ, რომ იმანქნა მე ვერ ვქენი. არ დაგავწესოთ ჩვენ ყველას გვაქვს ინდივიდუალური საათი, ინდივიდუალური დრო წარმატებისათვის. ვიღაცისთვის შეიძლება ეს 20 წლის ასაკში დადგეს, ვიღაცისთვის 30 და საერთოდ 40 წლის ასაკში. არ დანებდეთ, არ შეადაროთ თქვენ ცხოვრება სხვებს. და ეს ფიქრები მოიშორეთ ნეგატიური აზრები და ერთი კონკრეტული მიმართულებით წაიყვანეთ თქვენი შეხედულება, თქვენი აზრები. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რა უნდა დატოვოთ წარსულში. მეორე ვარიანტმა წარსულში უნდა დატოვოთ. შესაძლებელია დიდი ხანი გახართ აქაც გზა გასაყარზე. ფიქრობთ რაღაცების გაკეთებას, ფიქრობთ სადღაც წასვლას, ფიქრობთ რაღაცის მოქმედებას, მაგრამ ფიქრობთ და არ მოქმედებთ. მგონი დროა რომ იმოქმედოთ აქ უკვე მეორე ვარიანტია, თუ უკვე გადადგით ნაბიჯები ძალიან კარგია, თუ არა და უნდა იფიქროთ სიახლეზე. პასუხისმგებლობები უნდა აიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ბედნიერებაზე, საკუთარ თავზე, აი მთლიანად ისეთი ენერგია მოც რომ აქ შეიძლება გაკლიათ თავდაჯერებულობა და დროა ეს თავდაჯერებულობა აიმაღლოთ და დროა მოძებნოთ თქვენს თავში შინაგანი სიმტკიცე და სიძლიერე და წახვიდეთ წინ. რაც შეეხება შეკითხვას, რომელსაც პასუხი უნდა გასცეთ. თუ გინდათ პასუხი კომენტარში დამწერეთ, ძალიან საინტერესო კითხვა. თქვენ ცხოვრებაში როდით იგრძენით, რომ ფარველი ანგელოზი დაგეხმარათ და ხელში აგიყვანეთ და წაგიყვანათ, ან სწორ გზაზე წაგიძღვათ. როდის იყო ეს პერიოდი, დამწერეთ კომენტარში. რაც შეეხება პირად კონსულტაციებს, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, WhatsApp-ზე, Viber-ზე.